მოგესალმებით, მე ვარ თეკო შენკენი, თქვენ ისევ ჩემ არხზე ხართ და დღეს განვიხილავ იფსის ყოველთვიურ და ლაქშერი ბოქსებს. გავაკეთოთ unboxing-ი და შევადაროთ ღირს თუ არა რომელიმე ყუთის ყიდვა და თუ ღირს რატო. მოდით დავიწყოთ ყოველთვიური ბოქსით. ყოველთვიური ბოქსით ჩამოდის ასეთი ვარდისფერი შეფუთვით. მისი ღირებულება არის $32. ადრე ცოტა უფრო ნაკლები იყო, მაგრამ ეხა გაძვირდა. აი ასე გამოიყურება. ჩამოდის 5 სრული ზომის ნივთი. და მოდით ეხლა განვიხილოთ სათითაოდ. ესენი არის იანვარი-თებერვლის ბოქსები. და განვიხილოთ და ვნახოთ რა დევს ყოველთვიურ ყუთში. პირველი ეს არის სახის ნიღაბი Aesology, აი ასე ქვია, რომელიც ილუმინაციას აძლევს, ანუ ქერცლავს და სიძლიერეს მატებს კანის ბარიერს. აი ესეთი 4 სახის 4 ნიღაბი გვაქვს სახის. მეორე ნივთი ეს არის აი ასეთი pink lips, ასე ქვია, lip sleeping mask. ეს არის ალუბლის ტუჩის ნიღაბი. აი ასეთია. აი ასეთია. სუნი ფლატკაი არა აქვს. როგორია თვითონ არ ვიცი, მაგრამ სუნი დიდად კარგი არ აქვს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს დავტესტავ და თვალი ადევნეთ ჩემს Instagram-ს. რომ ნახოთ მომეწონება თუ არ მომეწონება. მესამე ნივთი ეს არის ტუში, აი ასეთი ბრენდია, Kulfi ქვია, შავია, სხვათა შორის. და აი ასეთი ზოგადად ეს საიტი იფსი არის საიტი, რომელსაც კომპანიების გასაცნობად იყენებენ. ანუ აქ ჩამოდის ისეთი ბრენდები, რომლებიც უცნობია და ახალია და ამ სახით ასე ვთქვათ, გვაცნობენ და აცნობენ ქვეყანას რა. მსოფლიოს უბრალოდ. აი ასეთი ხოდაშორის საკმაოდ თხელი სუნიც კაი აქვს. მეოთხე ნივთი ეს არის აი მან კარგად არ ჩანს წარწერა. Diustic, აი ასე ქვია და ეს არის TYS Beauty, ესეც როგორც ჩანს ახალი ბრენდია. ფერი არის Honeydew, ესეთი წელი აქვს. ეს არის ილუმინატორი, როგორც ჩანს კრემოვანი. აი ესეთი მართლა თაფლისფერი ვით არის და აბა ვნახოთ როგორ იქნება. საშუალოდ ძალიან კარგად ნაწილდება. ილუმინატორია კრემოვანი, მოკლედ. უბრალოდ გარუჯულ ადამიანებზე წავა, ისეთი ფერია. ღია ფერის ადამიანებზე ეს არ წავა. და მეხუთე და მთავარი ნივთი ჩემი აზრით ამ ყუთში ეს არის Huda's Easy Bake დასაფიქსირებელი და ეს დასაფიქსირებელი მე მგონი $35 თუ არ ვცდები და ფაქტიურად ამ ყუთში ეს ყველაფერი დაახლოებით $150 კი იქნება. ამიტომ მარტო ამის ფასი არის ამ ყუთის გამოწერა და ეს ძალიან მიყვარს, ეს ისედაც მაქვს და ძალიან გამიხარდა რომ ჩამოვიდა, იმიტომ რომ ხაინც კიდევ ვაპირებდი ყიდვას. აი ესეთი დასაფიქსირებელია და საკმაოდ კარგი დასაფიქსირებელია ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის. მეორე ბოქსი ეს არის ლაქშერი ბოქსი, Ultimate Box ქვია ამას. 3 თვეში ერთხელ ჩამოდის. შეფუთვა აქვს იგივენაირი, აი ასეთი. მოყვება ბროშურა, სადაც წერია ფასები სხვათა შორის. და ყველა ყუთი რაღაც ინფლუენსერთან კოლაბორაციით არის ხოლმე და მისი ინსპირაციით შექმნილი ბოქსია, ასე ვთქვათ. დავიწყოთ ახლა ამ ნივთების სამოლაგება. მანამდე გეტყვით, რომ ეს ყუთი ღირს $67 და ამ ყუთში ეს ყველა ნივთი ერთად აღებული დაახლოებით $400 ღირებულების არის. ხა ცალ-ცალკე ფასებსაც გეტყვით
პირველი ნივთი ეს არის Charlotte Tilbury-ის ბლაშები. ერთი არის Pillow Talk და მეორე არის Pink Gasm, ასე ქვია. ეს არის თხევადი ბლაშები, რომლის ღირებულებაც არის ორივესი ერთად $84. აი ეს. მე ეს შეფუთები დედადან მიყვარს, მაგრამ შეკრავს ნამდვილად კარგია. ვერაფერს ვერ ვიზამ. რა თქმა უნდა, სრული ზომაა. და ნუ ძალიან კარგია განსაკუთრებით ვიზაჟისტებისთვის. მეორე ნივთი, რომელიც ძალიან მიყვარს სხვათა შორის, ეს არის Rodialis შრატი. აი ესეთი შრატია. ეს არის კოლაგენის ბაბასუს ზეთით და ჰიალურონით შრატია, რომლის ღირებულებაც არის $95. აი ესე გამოიყურება ეს შუშა, რა თქმა უნდა, რაც ძალიან მახარებს და თქვათ Rodiali ძალიან კარგი ბრენდია. ბევრი რაღაც მქონია და ყოველთვის ყველაფერი მომწონებია, ესეც ნუ ფასსაც ეთქვა, რომ საკმაოდ ძვირფასია. ამასაც რა თქმა უნდა, ყველაფერს დავტესტავ აბსოლუტურად, ამიტომ გადმოდით Instagram-ზე. მესამე ეს არის Kevin O'Connor's ტუში. ამ ტუშის ღირებულება არის $32. ეს ტუში მე მქონდა და ვიცი რომ ძალიან კარგი ტუში, ესეთი წვრილი თავი აქვს, რაც ძალიან კარგად უსვავს ქვემოთაც და ზემოთაც წეშიც და კუთხეშიც. შემდეგი არის ბიშა. ბიშა არის ახალი ბრენდი სხვათა შორის და ეს არის პრაიმერი. აი ესეთი შეფუთვა აქვს. მეც პირველად ძალიან ლაქშერი შეფუთვა აქვს რაღაცნაირი. თან დამაინტერესა ახლა უკვე $50 ამის ღირებულება. და ფასეც ეთყობა, რომ თან ისეთი მძიმე და ძალიან ისეთი ლაქშერი შეგრძნება აქვს. შემდეგი ეს არის თმის ლაქი. Living Proof, ასე ქვია, Perfect Hair Day. ანუ ლაქი არის თმის. ჩაულებრივი არ ვიცი ამას გასაკუთრებულებად არაფერი არ აქვს. $34 ღირს ეს თმის ლაქი. მეხუთე ნივთი ეს არის სახის კრემია, როგორც ჩანს. მე ხელის კრემი მეგონა ესეთ შეფუთვა, მაგრამ აშკარად სახის კრემი არის და დალუქულია. მე ერთად დავტესტოთ აუცილებლად. არ გავხსნი ახლა. ამ კრემის ღირებულება არის $45. მეექვსე პროდუქტი ეს არის Grown Alchemist-ის დასაბანი, რომლის ღირებულებაც არის $38. და აქცია რომ ძალიან ნაზად ასუფთავებს კანსო. აი ესეთი შეფუთვა აქვს. და თვითონ ყველა ბრენდს ეთყობა, რომ ნამდვილად გაცილებით ხანისხიანი ბრენდები არის ამ ყუთში, ვიდრე ყოველთვიურ ყუთში შეფუთვასაც ეთყობა, რა თქმა უნდა და ფასებსაც. მე ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ყველაფერს ვიყენებ, რაც აკდევს. და ბოლო ამ შემთხვევაში მეშვიდე ნივთი ეს არის Makeup Forever-ს ტონალური. ეს არის 1N14. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი კანის ფერი იქნება, მაგრამ ცოტა მგონი უქია. როგორც წესი ამ საიტზე რომ რეგისტრირდები, იქ შენი მონაცემები შეკავს. როგორი ფერის კანი გაქვს, როგორი ფერის თმა გაქვს და ნუ ცდილობენ, რომ მიახლოებული ფერი გამოგიგზავნონ. ხანდახან ძალიან ემთხვევა ხოლმე, მაგრამ ხანდახან ახლა ცოტას ვერ ამთხვევენ რა. ამ შემთხვევაში ეს არის ახალი ტონალური, რომელიც Makeup Forever-მ გამოუშვა. მოდი ვნახოთ, ფერი ძალიან მაინტერესებს. კაი ფერია, მაგრამ ჩემთვის მუქია. აი ესეთი ძალიან ლამაზ ტონურია და ძალიან მიყვარს ისაც Makeup Forever და ამის ღირებულება არის $49. და როგორც უკვე გითხარით, ეს 7 ნივთი ერთად აღებული დაახლოებით $400 აღწევს და მე მგონია, რომ ამის გამოწერა ნამდვილად ღირს, ნამდვილად ხარისხიანი პროდუქტები ჩამოდის.
მე როგორც ვიცი, ვერ გამოიწერ ამ ყუთს თუ არ იწერ ყოველთვიურ ყუთს, თუმცა შეგიძლია რომ დასკიფო თვეები და არ ვიცი 100%-ით არ ვიცი, 3 თვეში ერთხელ თუ შეგიძლია მხოლოდ რომ გამოიწერო, ანუ თუ იმ ყოველთვიურ ყუთს არ გამოიწერა. ამიტომ ეგ შეგიძლიათ საიტზე მოწმოთ ეს ინფორმაცია. მე მგონი ყველაფერი გითხარით, რაც ამ ყუთებს შეეხებოდათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვა შემოვიდა Instagram-ს ამ ყუთებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ხშირად ვახსენებ ხოლმე და მეტყობა მაგიტომ. ხანდახან ისეთი ყუთია ხოლმე, რომ დიდად ესე რომ ხარ, მაგრამ ხანდახან ძალიან კაი ყუთი ჩამოდის, მაგალითად როგორც ახლა ეს ყუთი იყო რა. შემდეგი ჩამოვა მაისში უკვე და მე იმასაც გაგაცნობთ აუცილებლად. დღეისათვის სულ ეს იყო, არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და მოიწონოთ გვერდი, რომ გქონდეს мотиваცია რომ მაკეთოთ თქვენთვის საინტერესო ვიდეოები. დროებით.